30 მაისს უსამართლო სასამართლომ ერთ-ერთი სტუდენტი თათია აფრიამაშვილი დააკავა და გისოსებს მიღმა მოამწყვდია 12 დღით. Მხოლოდ იმიტომ, რომ მარიამ ლაშხმა ძირს რუსეთის დამპალი იმპერია თავის პირად შეურაცხყოფად მიიღო. თათია არის აქტივისტი, რომელიც ჯერ კიდევ რუსული კანონებიდან მოყოლებული რუსთაველის გამზირზე დგას და არც ერთი დღე არ დაუტოვებია იქაურობა და ყოველთვის იცავს საკუთარ სამშობლოს და საკუთარი სამშობლოს ბედი ყოველთვის ანაღლებს მას. თათია მე პირადად CEU სტუდენტური მოძრაობის მეშვეობით გავიცანი, როცა CEU სტუდენტები 2 თვის განმავლობაში ვიმყოფებოდით უნივერსიტეტის შიდა ტერიტორიაზე პროტესტით, იქ იმყოფებოდა თათიაც. თათია ვიცოდი, შორიდან ვიცნობდი ამ ადამიანს და ძალიან მქონდა სურვილი რომ გამეცნო ის ადამიანი, მაგრამ პროტესტის მიღმა სამწუხაროდ არ მოგვიხერხდა ერთმანეთის გაცნობა. თათია არის ადამიანი, რომელიც არც ერთ დაკავების და არც ერთი ცემის ფაქტის შემდეგ არ გაჩერებულა და აგრძელებდა რუსთაველზე ყოფნას. მარიამ ლაშხი და ზოგადად ქართული ოცნება ყოველთვის მიზანმიმართულად არჩევს ადამიანებს, რომლებსაც სჯის და რეპრესიებს უწყობს. შესაბამისად არც გაგვკვირვებია, როდესაც თათიას დაკავების ფაქტი მოხდა. თათიას დაკავების ფაქტს 17 მაისს ჩაეყარა საფუძველი, როცა ოჯახის სიწმინდის დღეზე, ეგრეთ წოდებულ ოჯახის სიწმინდის დღეზე, ქართული ოცნების წევრები და მათი მხარდამჭერები იყვნენ რუსთაველზე შეკრებილები. ერთ-ერთი ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხი იმყოფებოდა კაფე მუზეუმში იმყოფებოდა მარიამ ლაშხი, სადაც თათია აფრიამაშვილი მაგდა მამუკაშვილთან ერთად შევიდა კაფე მუზეუმში და იქ მყოფ ადამიანებს, მათ შორის მარიამ ლაშხს მოწოდებით მიმართეს, რომ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ამ დროს ლიკა ლორთქიფანიძე რამდენიმე წამით შევიდა მუზეუმში და უბრალოდ მანაც მოწოდება გააკეთა, რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და მისი გზა გააგრძელა. ამ ფაქტის გამო მარიამ ლაშხმა საჩივარი დაწერა, რის გამოც თათია აფრიამაშვილი და ლიკა ლორთქიფანიძე 12 დღით მან ჩარცაცუამ გისოსებს მიღმა მოაქცია 19 და 20 წლის სტუდენტები, ხოლო მაგდას მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ მცირეწლოვანი შვილები ყავს, 4000 ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. მარიამ ლაშხი აპელირებდა თავისი მცირეწლოვანი შვილებით, რომ ის იმყოფებოდა კაფე მუზეუმში თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად და სასამართლოზეც იმიტომ არ გამოცხადდა, რომ მისი შვილები იყვნენ სტრესულ მდგომარეობაში და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. შესაბამისად, მარიამ ლაშხი, როგორც აღმოჩნდა, ფიქრობს მხოლოდ საკუთარ შვილებზე, მხოლოდ საკუთარ ოჯახზე და არა სხვის შვილებზე, საკუთარ მოქალაქეებზე, რომლებსაც რეალურად უნდა იცავდეს და მათ უფლებებზე უნდა ზრუნავდეს. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც 28 მაისს მარიამ ლაშხი ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის დროებით კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. ზოგადად აბსურდული მგონია ჩემ პირადი აზრით მარიამ ლაშხის ამ პოზიციაზე დანიშნა, იმიტომ რომ ვერ ხვდები როგორ შეიძლება ადამიანმა ბავშვების უფლებები დაიცვას, მაშინ როდესაც სხვის შვილებს, ჯერ კიდევ ბავშვებს, სტუდენტებს გისოსებს მიღმა მხოლოდ იმიტომ კეტავს, რომ თვითონ თulis რომ ძირს რუსეთის დამპალი იმპერია პირადი შეურაცხყოფაა. ან როგორ შეიძლება რომ ადამიანს, ქართველს, ან არ აქვს მნიშვნელობა ნაციონალობას, უბრალოდ რუსეთის დამპალი იმპერია როგორ შეიძლება შენი პირადი შეურაცხყოფა იყოს არ მესმის. შესაბამისად, მგონია რომ მარიამ ლაშხი იქნება ისეთივე ფარსი, როგორც არის თვითონ ქართული ოცნება და ვერანაირი თავმჯდომარეობა და ვერანაირი დროებითი კომისია ვერ დაგვაჯერებს იმ ფაქტს, ვერ დაგვაჯერებს იმაში, რომ ის ადამიანი ვინმეს უფლებებს იცავს საერთო ბავშვების. ქართული ოცნება მე-13 წელია უკვე ხელისუფლებაშია და ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ბავშვებს შიმშილის გრძნობა არ აწუხებდეთ გაკვეთილზე და ორიენტირებულები იყვნენ უშუალოდ მასწავლებლის მოსმენაზე. ან გაკვეთილებზე ჯდომის მაგივრად ბავშვები ჯართის შესაგროვებლად არ დადიოდნენ. შესაბამისად, როდესაც 13 წელიწადია იგივე მიმდინარეობს და მარიამ ლაშხი ინიშნება ბავშვთა უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარედ, ფიქრობ რომ არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, ვინაიდან 13 წელი მისმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ვერ შეცვალა ეს რეალობა და ერთ კონკრეტულ ჭანჭიქს ნამდვილად არ შეუძლია რომ ეს რეალობა შეცვალოს. რეალურად მარიამ ლაშხის ეს საჩივარი და გოგონების გამოკეტვა არის თითოეული სტუდენტისთვის და თითოეული ადამიანისთვის სიგნალი, რომ თუ კი შენ განსხვავებული აზრი გექნება და თუ კი შენ ხმამაღლა დააფიქსირებ შენს აზრს, რეჟიმი მოგექცევა სწორედ ისე, როგორც მოექცა გოგონებს. ქართული ოცნებისთვის არც სქესი, არც ასაკი და არც არანაირი შემოკავებელი რაიმე კონკრეტული არ არსებობს, რის გამოც შეიძლება რომ დაგინდოს 19-20 წლის გოგოების
გისოსებს მიღმა გამოკეტვა უკვე კაფიოდ გვაჩვენებს იმას, რომ ახლა ლექციებზე ჯდომის დრო არ არის. ახლა ყველა უნდა ვიყოთ ქუჩაში, იქ სადაც საქართველოს ბედი წყდება, იქ სადაც მარიამ ლაშხები ვერაფერს დაგვაკლებენ ერთად დგომით და ერთობით, ხოლო იმ სტუდენტებს, რომლებსაც ახლა ქულები უფრო აინტერესებთ ვიდრე საკუთარი სამშობლო, მინდა უთხრა, რომ ერთი მარიამ ლაშხი მათ ცხოვრებაში აუცილებლად იქნება და ეს მარიამ ლაშხი მათ სტუდენტობას და მათ იმ ქულებს, რომლისთვისაც ასე იბრძვიან, წყალში ჩაუყრის. ასე ლიკა ლორთქიფანიძე, სტუდენტი, რომელიც ასევე მარიამ ლაშხის საჩუქრის საფუძველზე არის დაკავებული, რეალურად არის ემიგრანტი მშობლების შვილი. ქართულმა ოცნებამ ისიც ვერ მოახერხა, რომ ლიკას მშობლები გვერდით ყოლოდა, აქ ყოლოდა და ემიგრაციაში არ ყოფილიყვნენ მხოლოდ იმიტომ წასულები. ლიკასთვის კარგი მომავალი სურდათ. მაშინ როცა ვლაპარაკობთ მარიამ ლაშხის შვილების დატრამვაზე, ან სტრესში ყოფნაზე, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ლიკა არის რომლის მშობლებსაც რეჟიმმა აიძულა ემიგრაციაში წასვლა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში მინიმალურ პირობებსაც ვერ უქმნიან მშრომელ ადამიანებს, იმისთვის, რომ საკუთარ შვილებთან გაატარონ ის მნიშვნელოვანი პერიოდი, როგორიც არის თუნდაც სკოლის მოსწავლეობა, სტუდენტობა. და როდესაც ჩვენ ვხედავთ, როგორ აშორებს რეჟიმი მშობელს და შვილს ერთმანეთს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ემიგრაციაში წასვლა თუ ეს იქნება კონკრეტული შეხედულებები და იდეოლოგიები, რომლებიც გაგვაჩნია ჩვენ. აქ უკვე ვფიქრობ, რომ უკვე უნდა ვხედავდეთ რეჟიმის სისასტიკეს. რამდენად სასტიკია რეჟიმი, რამდენად არ ინდობს არავის და რამდენად შეუძლია, რომ ერთმანეთს საყვარელი ადამიანები დააპირისპიროს. მარიამ ლაშხი, ალბათ მე როგორც მე ისე ყველამ, გავიცანით მისი ფობიიდან გამომდინარე. როცა მას გაუჩნდა შიში მასონების და deep state-ის, რომ თითქოს მასონები დაიპყრობდნენ მთელს მსოფლიოს, გააქრობდნენ ყველაფერ წმინდას, რელიგიას, რომელიც თურმე მარიამ ლაშხს ასე უყვარს და ასე სწამს და თulis რომ ეს რაღაცა მასონები იქნებიან ქვეყნის მმართველები, რომლებსაც რეალურად უნდა ვებრძოლოთ და რომლებსაც რეალურად უნდა გვეშინოდეს. ასევე deep state, რომელიც თურმე ჩვენ გვაფინანსებს, მასონები, რომლებიც ჩვენ გვმართავენ. და ხო, მარიამ გვმართავენ მასონები კი, უნდა გეშინოდეს ჩვენი აუცილებლად. ასევე მინდა რომ დავუბრუნდე სტუდენტების თემას. მე უკვე ვახსენე, რომ თვითონ მარიამ ლაშხი აუცილებლად ყველა სტუდენტის ცხოვრებაში გამოჩნდება, რომელიც ხმას ამ ეტაპზე არ იღებს და რომელიც ფიქრობს, რომ ახლა ლექციაზე ჯდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეთ ჩვენს გვერდით დგომა. ვფიქრობ, რომ უნდა დაფიქრდეთ, რამდენად ექნება ფასი თქვენს განათლებას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც მარიამ ლაშხების, ღარიბაშვილების, კობახიძეების მმართველობის პერიოდში, ეგრეთ წოდებული მმართველობის პერიოდში, ენქას წევრობიდან გამოგვაძევეს. არა დაგვატოვებინეს, არამედ გამოგვაძევეს. და როდესაც ჩვენს დიპლომებს საერთაშორისო აღიარება არ იქნებათ, როდესაც ჩვენი ქულები რეალურად არაფერი არ იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ დიპლომებს ფასი არ ექნება, ვფიქრობ, რომ უნდა დაფიქრდეთ, რამდენად ღირს ახლა დრო ისხარჯვა ლექციებზე. სტუდენტებო, თქვენს განათლებას ამ ხელისუფლების, არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, ერთხელ მინდა ვახსენო, რომ ფასი არ ექნება. იქიდან გამომდინარე, რომ თუ თქვენ სწავლობთ იურიდიულზე და გინდათ რომ იყოთ მოსამართლიანი პროკურორი, ჩვენ უკვე წინასწარ ვიცით, როგორი პროკურორები და მოსამართლეები იქნებით. ჩვენ ვიცით, რომ ჟურნალისტებს ებრძვიან ამ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში და შესაბამისად ვიცით, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც ამ ხელისუფლებას აღარ დასჭირდება. ვიცით აბსოლუტურად ყველა პროფესიის ადამიანი, რომელიც რაიმე სახით ეცდება, რომ ან დაუპირისპირდეს, ან მისი მომხრე იყოს ამ რეჟიმის, ამ რუსული რეჟიმის. ვიცით უკვე ყველაფერი წინასწარ როგორ იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ამ ეტაპზე საქართველოში დგას ის პერიოდი, როცა ქვეყანა არის გადასარჩენი. როცა ვიცით, რომ ჩვენ ახლა უნდა ვიდგეთ გარეთ, ერთად, რუსთაველზე. ან უბრალოდ ჩვენს ბრძოლის ველზე, სადაც ვთვლით, რომ ბრძოლის ველი ამ პროტესტის გამოხატვა ნებისმიერ ადგილას შეიძლება, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება აუცილებლად თავისუფალი და უნდა იყოს თავისუფალი. და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ხმის ამოღება დღეს ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალს უფრთხილდებით. დღეს საქართველოში არის პერიოდი, როცა ჩვენ უნდა ვიდგეთ გარეთ და ჩვენი განათლება უნდა გადმოვიტანოთ გარეთ. ვერასდროს ისეთ განათლებას ვერ მივიღებდი ალბათ უნივერსიტეტში, როგორც ახლა ვიღებულობ ქუჩაში დგომით. შესაბამისად, ვიცი რომ ქუჩაში დგომით, როგორც განათლებას, ასევე ჩემი ქვეყნის მომავალსაც ვიცავ. ეს არა მარტო ჩემი მოსაზრება, არამედ
დიდი ხნის წინ ივანე ჯავახიშვილმაც თქვა, რომ შვილებო, ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ. დღეს ჩვენი იარაღი, ჩვენი ხმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ ვერ ჩაახშო, რომელიც გისოსებიდანაც ისმის, ქუჩიდანაც ისმის, კაფე მუზეუმშიც ისმის. და ხმა, რომელიც აუცილებლად ისეთ მომავალს მოგვიტანს, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი მშობლებისთვის და ჩვენი მომავალი თაობისთვის გვინდა.